მოგესალმებით პოდკასტიდან მეით, რომელიც ეხმარება ადამიანებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, არხის საუკეთესო დროა, რომ ახლა დააჭიროთ თითის subscribe ხილაკს და გამოიწეროთ. დღევანდელ ეპიზოდში შემოგვიერთდება ადამიანი, რომლის დამსახურებითაც ქართული სადაზღვევო ბაზარი არის ისეთი დიდი კომპანიების და საერთაშორისო ბაზრების რუკაზე, როგორიც არის Lloyds of London. მისის დამსახურებით ქართულ სადაზღვევო კომპანიებს ყავთ ისეთი სანდო პარტნიორები ევროპულ ბაზრებზე და არა მარტო და მისი დამსახურებით ქართული სადაზღვევო კომპანიები კლიენტებს თავაზობენ მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს. ჩვენი სტუმარია Resolution Insurance Broker-ის დირექტორის მოადგილე ია მესხი. მოგესალმები ია. გამარჯობა ანა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მომწონს შენი წამოწყება, შენი პოდკასტი და იმედია რომ დღეს საინტერესო საუბარი გამოგვივა, ძალიან საინტერესო თემა გაქვს არჩეული და დავიწყოთ, მივყვეთ, ვნახოთ რა გამოვა. დიდი მადლობა ია, შენთან ერთად დღეს ვისაუბრებთ კიბერდაზღვევაზე, როგორ დავიცვათ ადამიანებმა საკუთარი თავი და ჩვენი კომპანიები კიბერშეტევებისგან. პირველ რიგში გავიხსენებ ერთ ისტორიას 2011 წელს მოხდა Sony PlayStation-ზე დიდი შეტევა, კიბერშეტევა, რომელმაც მილიონობით 100 მილიონზე მეტი ზარალი მოუტანა Sony PlayStation-ს. იუზერები ვეღარ იყენებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, დაებლოკად წვდომა, გასაჯაროვდა რამდენიმე იუზერის ინფორმაცია, მილიონობით იუზერის ინფორმაცია. მოკლედ მივიდა Sony PlayStation-ი იმ შედეგამდე, რომ მილიონობით ზარალი მიიღეს, არ ქონდათ კიბერდაზღვევა და სრულად საკუთარ თავზე აიღეს, მოუწიათ აღება ამ ზარალების. აჩვენა ამან მთელ მსოფლიოს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც კი მოწყვლადები არიან კიბერშეტევების მიმართ. აჩვენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ თუ არ აქვს კომპანიას კიბერდაზღვევა, რაც დიდი ტოლობის ნიშანი დააყენა, რომ ესე იგი ამ კომპანიას არ აქვს ინციდენტებზე რეაგირების გეგმა თვალნათლივ გაწერილი. მოდი ჩვენ ვთქვათ, ეს კიბერდაზღვევის პოლისი ყველაზე სტანდარტული გაგებით რისგან იცავს კომპანიებს, რისგან დაფარვას გვთავაზობს. კი ბატონო, კი, Sony ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის, მაგრამ Sony არ არის ერთადერთი კომპანია, არც პირველი და არც ბოლო, რომელმაც კიბერშეტევისგან იზარალა. იზარალა მათ შორის საერთოდ კიბერშეტევისგან იზარალა და იზარალა დაზღვევის არქონის გამოც. მეცაც გეტყვი 2011 წელს, ანუ სწორად მახსოვს, მილიონობით ზარალი იყო დაუდგა Sony-ს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. და რომც ქონოდა, მე ასე მგონია, იმ წუთში დაზღვევა, კიბერდაზღვევა Sony-ს, შესაბამისი ლიმიტი იმ ზარალისთვის მგონია, რომ არ ექნებოდა. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მხოლოდ კიბერდაზღვევის ქონა არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა იყოს შერჩეული სწორი პროდუქტი, სწორი დაფარვა, სწორი შესაბამისი ლიმიტი იმისთვის, რომ კიბერშეტევის დროს იგრძნო თავი დაცულად. 100%-იან დაცულად ვერავინ ვერ იგრძნობს თავს, ვერც სადაზღვევო დაფარვით, ვერც კიბერუსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონით, მაგრამ გარკვეულწილად გადარჩენისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება ხდება კიბერდაზღვევის პოლისის შეძენის შემთხვევაში. ეხლა პროდუქტზე რო ვილაპარაკოთ, ალბათ ჯობია ცოტა პატარა გადახვევა გავაკეთოთ დევიაცია და განვიხილოთ, როგორ ჩამოყალიბდა კიბერდაზღვევა, ხო? ანუ დაახლოებით ამ პროდუქტის ევოლუციაზე რო ვისაუბროთ, დაახლოებით 90-იანების ბოლოს, როდესაც ინტერნეტ მოხმარება გაიზარდა საგრძნობლად, მათ შორის დასავლურ ქვეყნებში უფრო მეტად, ამერიკაში, ამერიკულმა დიდმა სადაზღვევო გიგანტმა AIG-მ გამოუშვა პირველი მსგავსი პროდუქტი, თუ არ ვცდები 97 წელი იყო და ერქვა Internet Security Liability, ანუ ინტერნეტის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რომელიც არ იყო ყველა კომპანიისთვის განკუთვნილი იყო ძირითადად ტექნიკური უზრუნველყოფის ინტერნეტ პროვაიდერებისთვის, ასე ვთქვათ, .com-ებისთვის, ის ვინც ინტერნეტ მომსახურებას უწევდა გარკვეულ კომპანიას და ფარავდა იმ პასუხისმგებლობას, თუ მათ ქსელში ან ქსელში მავნე ვირუსი ან რამე შეაღწევდა.
ეს პროდუქტი ფარავდა მხოლოდ პასუხისგებლობის ნაწილს. ანუ როგორც ვიცით, დაზღვევაში არსებობს ასაც ალბათ შენი მსმენელისთვის უნდა განმარტოთ პასუხისგებლობის ნაწილი, როდესაც მესამე მხარეს აყენებს ზიანს და არსებობს თავად კომპანიის დაზღვეულის, დამზღვევის ხარჯების და ინტერესების დაცვა, პირველი პირის დაზღვევა შეგვიძლია ფარდობითად ვთქვათ და აი პირველი პროდუქტი, რომელიც მიმსგავსებული იყო კიბერდაზღვევას, როგორც თქვით 90-იანების ბოლოს შემუშავდა AIG-ის მიერ, ეს American International Group, რო გავმარტოთ, ძალიან დიდი სადაზღვევო კომპანია არის ამერიკული, მის მიერ და ფარავდა მხოლოდ მესამე მხარისადმი პასუხისგებლობას და არ იყო ყველასთვის განკუთვნილი. ამის შემდეგ უკვე ზოგადად კიბერ დიჯიტალიზაციის, ასე ვთქვათ, განვითარებასთან ერთად, smartphone-ების შემოსვლასთან ერთად, ზოგადად ყველაფრის ინტერნეტ სივრცეში გადატანასთან ერთად ვითარდებოდა სადაზღვევო პროდუქტიც. ვითარდებოდა სადაზღვევო პროდუქტიც და კრიმინალური სამყაროც, რომელიც მისდევდა ამ დიჯიტალიზაციას იგივენაირად, როგორც სადაზღვევო პროდუქტი, უბრალოდ უფრო წინ და მერე სადაზღვევო პროდუქტი ეწეოდა. შესაბამისად, დაახლოებით 2012 წელს AIG-მ უკვე გამოუშვა პირველი 2012 წელს შენ ახსენე, რომ Sony შემთხვევა იყო 2011 წელს. ანუ 2011 წელს რამდენად იყო მზაობა სადაზღვევო ბაზრის კიბერდაზღვევის შეთავაზების, თორე ალბათ Sony-საც ექნებოდა ეს დაზღვევა. 2012 წელს გამოუშვა AIG-მ დღევანდელ კიბერდაზღვევის თან მიმსგავსებული პროდუქტი, დღესაც იგივე პროდუქტია, იგივე ქვია, თორე ბევრად მეტ დაფარვას შეიცავს, ერქვას Cyber Edge. და იქ უკვე იყო ელემენტები, სხვა ელემენტები, არა მხოლოდ პასუხისგებლობის, მათ შორის კიბერგამოძალვის დაფარვა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდგომ ამ ევოლუციასთან ერთად უკვე თვითონ კიბერკრიმინალების განვითარებასთან და მათი ტექნიკების დახვეწასთან ერთად სადაზღვევო პროდუქტში შემოდის უკვე სხვადასხვა ელემენტები, მათ შორის პირველი მხარის დაფარვა, ანუ თვითონ კომპანიის ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაც. დღევანდელი გაგებით ეს სადაზღვევო პროდუქტი ძალიან კომპლექსური არის, ძალიან ბევრ დაფარვას შეიცავს. სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვანაირად გვთავაზობენ ამ პროდუქტებს. გარკვეულწილად რაღაცა ჩამონათვალია შეიძლება 10-11 დაფარვამდე იყოს, მაგრამ ყველაფერს არ გთავაზობდნენ, ხო? ანუ შესაძლებელია შემოგთავაზონ, შესაძლებელია არ შემოგთავაზონ, გააჩნია ინდუსტრიას, კანონმდებლობას, ქვეყანას და ბევრ ფაქტორს, რისგანაც საბოლოოდ შედგება სადაზღვევო პროდუქტი და რას გთავაზობს ყოველი სადაზღვევო კომპანია ყოველ კონკრეტულ კლიენტს. მაგრამ მთავარი ელემენტი არის ის, რომ დღევანდელ სადაზღვევო პროდუქტში უკვე იფარება როგორც მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობა, აქ არის პასუხისმგებლობის ბევრი ფაქტორი, მაგალითად მარეგულირებლის წინაშე პასუხისმგებლობა, უშუალოდ ვის მონაცემსაც აზიანებ ან კარგავ იმის მიმართ პასუხისმგებლობა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, დაცვის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაემატა თვითონ კომპანიის ზარალის ანაზღაურებას, ეს არის საქმიანობის შეფერხებით გამოწვეული ზიანი, როდესაც შენ კიბერ დანაშაულით ან კიბერ შეტევით ვერ ფუნქციონირებ და შესაბამისად საშუალო აღდგენის ამერიკულ სტატისტიკას რო შევხედოთ, საშუალო აღდგენის დღეების რაოდენობა არის 20-დან 25-მდე. 20-25 დღე შესაძლებელია კიბერ დანაშაულის მერე დასჭირდეს კომპანიას, რომ აღადგინოს სრულფასოვანი მუშაობა. შესაბამისად 20-25 დღის განმავლობაში შეიძლება ნაკლები იყოს, შეიძლება მეტი, მაგრამ საშუალო სტატისტიკა ასეთია, არ ფუნქციონირებს
ფუნქციონირებს ბიზნესი, შესაბამისად საქმიანობას საკმაოდ დიდი ზარალი ადგენა. აქ არის ასევე რეპუტაციული რისკი. სადაზღვევო დაფარვა ითვალისწინებს ამ რეპუტაციულ რისკების აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, ეს აქ ერთგვარია PR-ი, მარკეტინგი და ასე შემდეგ. იგივე Sony-ს შემთხვევა რო გავიხსენოთ, Sony-ს დაჭირდა მაგალითად ბევრი იუზერისთვის უფასო თამაშების შეთავაზება იმისთვის, რომ უკან დაებრუნებინა ის ნდობა, რაც დაკარგა კიბერშეტევის დროს. ანუ როგორც ვიცით, თვითონ ბიზნესის სანდოობის შენებას ძალიან ბევრი წელი სჭირდება, მაგრამ შეიძლება 5 წუთში დაკარგო სანდოობა თუ რაღაცა კონკრეტული ძალიან თუნდაც კიბერშეტევა შეგემთხვა და ვერ გრძნობს დაცულად შენი მომხმარებელი შენთან თავს. პროდუქტის ევოლუციაზე რო ვისაუბროთ, ასევე მნიშვნელოვანია მარეგულირებელი, ხო? ანუ ის კანონმდებლობები, რომლებიც წამოეწია დიჯიტალიზაციას და ინტერნეტ სივრცის ასე აქტიურად მოხმარებას, რაც 2000-იანების დასაწყისში დაიწყო დაახლოებით 2003-დან კალიფორნიაში შეიმუშავეს რაღაც ახალი კანონმდებლობა სხვა შტატებში, შემდგომ ამერიკაში, შემდგომ 2018 წელს GDPR-ი შევიდა ძალაში, ეს არის ევროკავშირის ევროპული ქვეყნებისთვის სავალდებულო კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, შარშან ჩვენთან შემოვიდა კანონმდებლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც არეგულირებს რა ვალდებულება აქვს კომპანიებს იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემები დაიცვან, ან თუ ვერ დაიცავენ, რა ჯარიმები და რა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებები უნდა განახორციელონ მაგისთვის. მოწყვლადი კიბერდანაშაულისთვის არის ნებისმიერი კომპანია, აბსოლუტურად ნებისმიერი კომპანია. ამუშავებს ის მონაცემებს, არ ამუშავებს. სულ რომ ჩვეულებრივი ჩვენი საბროკერო საქმიანობა ავიღოთ, მე რომ დღეს ვიღაცა შემოვიდეს ჩემ სისტემაში და სერვერის იმეილის სერვერი გამითიშოს და რამოდენიმე დღე ვერ ვიმუშავო, ესეც ჩემთვის ზარალი არის. თუმცა, რა თქმა უნდა, კიბერდამნაშავეებისთვის უფრო საინტერესოა დიდ კომპანიებზე გასვლა, ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ ინფორმაციას და ეს არის თუნდაც სადაზღვევო კომპანიები, საბანკო ინსტიტუტები, ეს არის ჰოსპიტალი, კლინიკა, სასტუმრო, გეიმინგ ინდუსტრია, ნებისმიერი ეს ინდუსტრია, რომელიც ბევრ მონაცემს ამუშავებს, სავაჭრო ობიექტები 2000 სულ ახლანდელი ისტორია არის მარკს ენ სპენსერი დიდ ბრიტანეთში გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი. იქაც გამოძალვის ჩვენ არ ვისაუბროთ, მე მგონი გამოძალვაზე, ხო, ნუ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი ვახსენე, მაგრამ არ ავხსენი მსმენელისთვის, ხშირად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალიანობა მოდის კიბერგამოძალვის დანაშაულიდან, ეს ნიშნავს, რომ ჰაკერი შემოდის შენ სისტემაში, კიბერდამნაშავე აღწევს სხვადასხვა გზებით შენ სისტემაში, შემდგომ უკეთებს შენი მონაცემების დაშიფრვას თავისებურად ამ გასაღებებს თავისთვის იტოვებს, ასე ვთქვათ, და გეუბნება, აი შენი მონაცემი არის ჩემი მძევალი. შენ თუ არ გადამიხდი $5 მილიონ, მე ამ მონაცემებს გავყიდი, დარქვებზე გავიტან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რას აკეთებ შენ, ხო? ანუ ერთია რომ უხდი ამ თანხას და იბრუნებ ამ მონაცემებს, ან მეორე კარგავ მონაცემებს და ხდები მარეგულირებლის წინაშე პასუხისგებელი, სხვების წინაშე პასუხისგებელი და ასე შემდეგ. ამას მოყვება ძალიან ბევრი არასასიამოვნო ქმედება და შესაბამისად ძალიან დიდი ზარალი. სადაზღვევო პოლისი ფარავს კიბერგამოძალვას, კიბერგამოძალვასთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებას და კიბერგამოძალვის თანხის გადახდასაც კი. კიბერგამოძალვის ძირითადად კიბერდამნაშავეები ითხოვენ ბიტკოინში გადახდას, იმისთვის რომ ძნელად მიკვლევადი იყოს.
და ამაზეც თანახმარი არის დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები თანახმარი არიან, რომ ამაში გაყვნენ დაზღვეულებს. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი გამიგრძელდა მე მგონი ლაპარაკი, რომელიც კიბერდაზღვევის პოლისს დღესდღეობით მოყვება, ეს არის კიბერინციდენტებზე რეაგირების ცხელი ხაზი. ყველას არ მოყვება, მაგრამ ძირითად დიდ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ან დაქირავებული აუთსორსდ, ასე ვთქვათ, ეს სერვისი, ან უკვე შექმნეს საკუთარ კომპანიებში დეპარტამენტები, რომლებიც ამას ახორციელებენ. და რა ხდება, როდესაც კიბერშეტევა გაქვს? კრიზისია კომპანიაში, არ იცი ამას როგორ გავამკლავდე. კრიზისულ მოვლენაში ქმედებები ქაოტურია ხოლმე. შესაბამისად ამ დროს როგორ მოქმედებ, რაც არ უნდა გაწერილი ინსტრუქცია კონდეს, ხშირად ამ ინსტრუქციას ვერ მიყვებიან ხოლმე. ეს ცხელი ხაზი გაძლევს იმის საშუალებას. რეკავ, როდესაც კიბერინციდენტი გაქვს, საერთაშორისო ცხელი ხაზი არის, გამოცდილი ხალხი ზის ამ ხაზის უკან, რომელიც უკვე გეუბნება რა უნდა გააკეთო. პირველ ყოვლისა, თუნდაც გამოძალვის დროს აკეთებს იდენტიფიკაციას. ვინ არის ის ჯგუფი, რომელიც შემოსული არის შენ სისტემაში, რამდენად სანდო ხალხი აქ გეცინება, მაგრამ კიბერდამნაშავეებსაც თავიანთი რეპუტაცია აქვთ, რამდენად შეიძლება ის მონაცემი, რომელიც შენგან მოიპარონ, მართლა გაყიდონ, ან ასლები გააკეთონ, ამისგანაც არ ხარ დაცული, ან დაგიბრუნონ. ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია არის, ისო დევიაციას ვაკეთებ, მაგრამ ანეკდოტური სიტუაცია არის, ერთ-ერთი კიბერ შეტევა იყო, გამოძალვის შემთხვევა იყო, გადაიხადეს ეს თანხა და შემდგომ მოუვიდათ იმეილი, რომ თუ შეიძლება რეიტინგი თუ შეიძლება შეგვაფასეთ რამდენად მოგეწოდათ ჩვენი მომსახურება. ანუ აქაც მათთვის ამ კიბერდამნაშავეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი სახელი, ასე ვთქვათ, და შესაბამისად აი ამ ინციდენტზე რეაგირების ჯგუფზე რომ ვსაუბრობთ, იქ უკვე მათ აქვთ საშუალება ისინი მართავენ ზარალის რეგულირებას. თუ საჭიროა ჩართავენ იურისტებს, თუ საჭიროა ჩართავენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუ საჭიროა ჩართავენ მარეგულირებთან გაკავშირებენ, გეუბნებიან როგორ რამდენ საათში შენი კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა შეატყობინო ამ ინციდენტის შესახებ და ეს არის მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რომელიც დღესდღეობით მოყვება კიბერდაზღვევის პოლისს, იმიტომ რომ კიბერშეტევა რო გაქვს შენ არ იცი როგორ მოიქცე, შენ არ იცი ვინ დგას შენს უკან და აქ გეძლევა საშუალება მიიღო მომსახურება ისეთი კომპანიისგან, რომელიც ყოველდღიურად უყურებს ამ ინციდენტებს, ყოველდღიურად მართავს ამ ინციდენტებს და ბევრად მეტი გამოცდილება აქვს და გეგმა აქვს მოქმედების და აქვს ინფორმაცია, რაც მთავარია. აი ჩვენ ძალიან კარგად შევეხეთ ახლა, რომ ანუ კომპანიების, ბევრი კომპანიის დამოკიდებულება ეგეთი და ესეთია, რომ აი ძალიან პატარა ვარ, ან შეიძლება არ ვიყო მიმზიდველი, რომ დავიჰაკო და ასე შემდეგ, ეს დამოკიდებულება აქვს ხშირად კომპანიებს და ანუ მიმზიდველები არიან სინამდვილეში, ანუ ძალიან პატარა კომპანიაც კი შეიძლება გახდეს მოწყვლადი კიბერშეტევის მიმართ და კარგია რომ ამას ხაზი გაუსვით. ერთი აქვე ვთქვათ, რომ საქართველოში კომპანიები არ ყიდულობენ, არ არიან დიდად ანუ ამ დაინტერესებული რომ კიბერდაზღვევა შეიძინონ. რა არის ამის მიზეზი? ერთი შეიძლება იყოს, რომ სადაზღვევო კომპანიები სათანადო სერვისს ვერ ვაწვდით, ან შეიძლება კონსულტაციას ვერ ვუწევთ, საჭიროებას ვერ ვაჩვენებთ ამ სერვისის თუ ძვირია, თუ რა შენი აზრით რა არის მიზეზი, რომ ჯერ ძალიან განვითარების საწყის ეტაპზე ვართ ამ მიმართულებით? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ანუ სტატისტიკას და ინფორმაციას რო გადახედო, ჯერ კიდევ ვთქვათ, ბევრად უფრო განვითარებულ ეკონომიკებშიც კიბერდაზღვევას ყველა არ ყიდულობს, ვინც უნდა ყიდულობდეს, ისინიც კი არ ყიდულობენ. რატო ხდება ეს? ანუ კომპლექსური მიზეზები არსებობს ამისთვის. პირველადი მგონია მიზეზი არის ეკონომიკა და არაგანვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ ჩვენ. დაზღვევა არის ხარჯი.
დაზღვევას ყველა უყურებს არა როგორც აუცილებლობას, ანუ მე რო დღეს გავდივარ და ფეხზე უნდა ჩავიცვა და ფეხში შველა არ უნდა გავიდე, ეს არის ჩემთვის მოცემულობა, ხო? შესაძლოა დღესდღეობით ჩვენი დიდი ბიზნესები და მსხვილი და საშუალო ბიზნესები მიეჩვენენ იმ აზრს, რომ ხანძრის საწინააღმდეგო დაზღვევა უნდა შეიძინონ და ეს უკვე თქვათ გათვითცნობიერებული აქვთ და ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ და ასე მათი თქვათ ასე ტრაგიკულად და არ აღიქვავენ ამ ხარჯს, მაგრამ კიბერდაზღვევა მაინც ახალი მოცემულობა, მსოფლიოსთვის არის ახალი მოცემულობა. როგორც თქვით, რაღაცა 20 წელს ითვლის ზოგადად მსოფლიოში ეს დაზღვევა შესაბამისად აღიქვავენ როგორც ზედმეტ ხარჯს. ჯერ ვერაცნობიერებენ იმ საშიშროებას, რა საშიშროების წინაშეც ვდგავართ. ეს საშიშროება არსებობს, ეს საშიშროება ყოველ წელს უფრო და უფრო რაღაცა მზარდი, მკვეთრად მზარდი ტემპით იზრდება, მზარდი ტემპით იზრდება, არ ვიცი რა ვთქვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მზარდია ეს ტენდენცია, მზარდი არა მხოლოდ რა ინციდენტების რაოდენობაში, ასევე თვითონ თანხობრივად, გამოძალვის თანხებს რო შევხედოთ, შეიძლება რაღაცა 10 წლეულის წინ 300,000 მოეთხოვათ როგორც გამოსასყიდი თანხა და კიბერდამნაშავეებს დღეს ითხოვენ მილიონებს. ანუ თვითონ კიბერდანაშაული იმდენად განვითარდა ამ პერიოდში, რომ ეს საშიშროება საკმაოდ არადაფარულია უკვე. უბრალოდ ამ სტატისტიკის აღქმა არ უნდათ, რადგან ზედმეტი ხარჯის გაწევა არ გინდა, შესაბამისად უყურებ ამას, რომ მე ეს არ მეხება. კომპანიებისთვის ძალიან დიდი კომფორტია, რასაც დაზღვევას თავაზობს, რომ თუნდაც ეჭვის არსებობის დროს, კიბერშეტევის დროს მათ აქვთ შესაძლებლობა ხალხაზე დარეყონ და დაუყოვნებლივ დახმარება და გეგმა მიიღონ მათგან, როგორ უნდა მოიქცნენ და როგორი რეაგირება მოახდინონ დაზღვევა. ეს პოლისი ამ კომფორტს მათ თავაზობს ხშირ შემთხვევაში. კი, როგორც თქვი, ეს ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი, ანუ ასე ვთქვათ, კრიზისების მართვის ჯგუფი არის, ესეც შეგვიძლია აღწეროთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ადრე იყო შესაძლოა მაგაზე ფული გადაგეხადა ამ წუთში ძირითადად დიდი სადაზღვევო კომპანიები თვითონ უკვე პრემიაში ინტეგრირებული არის ეს, ან ასე ვთქვათ, უფასოდ სთავაზობენ ამ სერვისს, იმიტომ რომ იციან, რომ სხვანაირად ინციდენტებზე რეაგირება შესაძლებელია არ იყოს ესეთი წარმატებული. აქ კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ამ ჯგუფის ჩართვის საშუალებით ძალიან ხშირად გამოძალვის თანხა შემცირებულა. ანუ უშუალოდ ის თანხა, რაც თავდაპირველად მოუთხოვიათ კიბერდამნაშავეებს, ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის ჩართვით შესაბამისად, ანუ იქ რეალურად როგორც ტერორისტთან მომლაპარაკებელი არსებობს, იგივენაირად მომლაპარაკებელი არსებობს იმ კიბერდამნაშავესთან, რომელიც ლაპარაკობს მის ენაზე, ხედავს შეუძლია თუ არა ასლების გაკეთება შეუძლია, რამდენად მისი ქმედებების ისტორიასაც ხედავს, რამდენად დაუბრუნებია, ვთქვათ, მონაცემი არ დაუბრუნებია და შესაბამისად ბევრად უფრო კონკრეტულ დამნაშავეზე ორიენტირებულ მოლაპარაკებას აკეთებს და ხშირად ყოფილა, რომ თვითონ გამოძალვის თანხაც საბოლოო ჯამში გადახდილი თანხა შემცირებულა იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად მოუთხოვია კიბერდამნაშავეს. მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ კიდევ ერთხელ, რომ დაზღვევის რისკის მართვაში შემოტანა არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ბიზნესმა უნდა გადადგას, საქმიანობის მწარმოებელმა უნდა გადადგას, პირველ ყოვლისა იდენტიფიცირებისთვის საკუთარი სისუსტეების, ხო? ანუ რეალურად ჩვენ რომ ვაგზავნით და ვთქვათ, შენ გაუგზავნე კლიენტს კიბერდაზღვევის განაცხადს, რომელიც სავსეა ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვებით. იმის შესაბამისად, რომ იწყებს ბიზნესი, კლიენტი რეალურად ხვდება, რომ შესაძლოა საკმაოდ მოწყვლადია, ანუ არა აქვს ის აუცილებელი დაცვა, რაც უნდა გქონდეს.
შესაბამისად ეს პირველი ნაბიჯი არის, მე ვფიქრობ, რომელიც კლიენტმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საკუთარი სისუსტეები დაიდენტიფიციროს და შემდგომ უკვე დაზღვევის მეშვეობით რისკი მართოს. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ დაზღვევა არის რისკის გადაცემა, ანუ რისკ ტრანსფერი და არის რისკ მენეჯმენტის, ანუ რისკის მართვის ერთ-ერთი ნაწილი. ანუ არ არის მხოლოდ ეს ნაწილი. დაზღვევა არ ნიშნავს, რომ შენ არ უნდა გქონდეს შესაბამისი დაცვა. ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტები დიდ კომპანიებში ცალკე უნდა შეიქმნას, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან კიბერუსაფრთხოებაზე. უკვე ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მსოფლიო მასშტაბითაც არ არსებობდა კიბერუსაფრთხოების ცალკე კომპანიები, ახლა შეიქმნა ეს კიბერუსაფრთხოების კომპანიები, რომლებიც ტრეინინგებს აკეთებენ კიბერუსაფრთხოებაზე. შესაბამისად შეიძლება გაწერილი ტრეინინგი შესთავაზონ თვითონ კომპანიას იმისთვის, რომ ყოველ თვე დაატრეინინგოს თავისი თანამშრომელი, რომ ფიშინგ იმეილი რომ მოვა, იმაზე არ დააჭიროს, მაგალითად, როგორ დაიდენტიფიციროს, რომ ეს მავნე მეილი არის და არ არის ჩვეულებრივი იმეილი. ანუ ეს ტრეინინგები ერთ-ერთი რისკის მართვის ნაწილია და დაზღვევა გაიძულებს, რომ ესენი გქონდეს. შესაბამისად, დაზღვევის შემოყვანა შენს საქმიანობაში გაიძულებს, რომ შენი სტანდარტი მაღლა აწიო. იგივენაირად, როგორც ხანძრისთვის შესაბამისად ჭირდება ცეცხლმაქრი და თუ არა გაქვს დაზღვევა, არ დაგაზღვევს და იმ წუთში ეს ცეცხლმაქრი შენი ცეცხლის ჩაქრობაში და რისკის მინიმიზაციაში გეხმარება, სანამ სახანძრო მოვა, ხო? იგივენაირად არის კიბერუსაფრთხოების დაზღვევაც ამ შემთხვევაში. გეხმარება A რისკის იდენტიფიკაციაში, B ინციდენტი, როდესაც ხდება და კიბერშეტევა რო ხდება, გეხმარება ამ ინციდენტის მართვაში და შენთვის სასიკეთოდ, ბევრად უფრო სასიკეთოდ გადაწყვეტაში, C ზარალს გინასყავრებს, როგორც პასუხისგებლობის სახით, ასევე პირადად შენთვის, ანუ როგორც კლიენტისთვის, დაზღვეულისთვის მომხდარ ზარალს გინასყავრებს და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ახალია, ესე ვთქვათ, როგორც იმპლანტაციის მიღების ის გაკრო არიღებს ორგანიზმი ხშირად და ამას ებრძვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აუცილებელია რომ მიიღოს გარკვეულ შემთხვევაში. იგივენაირად მოხდება კიბერდაზღვევასთანაც. ანუ ჯერჯერობით, არ ვიცი, ამდენად სწორი პარალელი გამოვავლე, მაგრამ ჯერჯერობით ბიზნესს უჭირს ამ ზედმეტი ხარჯის თავის მოგება ზარალის უწყიში გათვალისწინება. არ უყურებს როგორც აუცილებელ ხარჯს, მაგრამ აუცილებლად მოხდება ისე, რომ ეს ხარჯი დადგება როგორც აუცილებელი. იმიტომ რომ კიბერდანაშაული იხვეწება, თანხები და რიცხვები, რასაც კიბერდანაშაული აღწევს, არის საკმაოდ დიდი. 2025 წლის სტატისტიკას ვუყურებდით და დაახლოებით მსოფლიო მასშტაბით კიბერდანაშაული 10 ტრილიონს აღწევს. ანუ რა პრობლემა რაში არის? კიდე ჩვენ შეგვიძლია აი Marks and Spencer-ი ვახსენეთ, Sony ვახსენეთ, eBay-ს ჰქონდა 2014 წელს ძალიან დიდი შეტევა, ჰოსპიტლების სექტორს ჰქონდა Marks and Spencer-ი ვახსენეთ, კიდევ შარშან ჰქონდა CDKS automotive dealership-ების, auto dealership-ების პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, ამასაც ჰქონდა ძალიან დიდი შეტევა. რეალურად ჩვენ ამას ვიგებთ, თუ ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ დიდი პრობლემა არის, რომ ძალიან ბევრი პატარა კომპანია ისე წყვეტს ფუნქციონირებას კიბერშეტევის დროს, რომ რეალურად ჩვენც ვერც ვიგებთ, რომ ეს კიბერშეტევა მოხდა და რომ ეს საქმიანობა ხო შეწყდა. ამაზე არ ლაპარაკობენ და რეალურად პატარა ბიზნესი ხარ თუ დიდი ხარ, მოწყვლადი ხარ დღეს კიბერკრიმინალებისთვის. აქ არა აქვს მნიშვნელობა, კი უფრო მაგალითად საინტერესო ხარ თუ
დიდ მონაცემებს ამუშავებდა შესაბამისად, მაგალითად, საავადმყოფო და სამედიცინო სექტორი ერთ-ერთი იყო, იმიტომ რომ პერსონალური სამედიცინო ინფორმაციაა და მისი დარქვებზე გატანა ბევრად უფრო ზიანის მომტანია და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორი სამედიცინო სექტორი არის, ჯანდაცვის სექტორი არის, იმიტომ რომ სამედიცინო ინფორმაციას ინახავს. მაგრამ აქ არა აქვს მნიშვნელობა ეს შენ იცი რომ შენთვის ძვირფასი ინფორმაცია თავისთავად, მაგრამ აქ შეიძლება პატარა ბიზნესი იყოს, თავისთავად ეს ინფორმაცია კიბერდამნაშავისთვის არაფერს არ წარმოადგენდეს, მაგრამ შენთვის იმის აღდგენის ხარჯი იმდენად დიდი იყოს და რომ შენ ამას ვერ გაუმკლავდე და მოგიწიოს საქმიანობის შეჩერება. აქ პროდუქტს რომ თავიდან ვახსენე რომ ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს დღევანდელ სადაზღვევო პროდუქტს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახლა ისეთ გახმაურებულ ინციდენტებს რო ვიხსენებდი, გამახსენდა ერთ-ერთი ინციდენტი CrowdStrike-ის ინციდენტი თუ გახსოვს შარშანი იყო 2024-ში, როდესაც პროგრამული, სხვათა შორის კიბერუსაფრთხოების და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია არის, რომელსაც რეალურად არ ქონდა კიბერინციდენტი, ქონდა პროგრამული ხარვეზი, რომელიც პროგრამული ხარვეზი გაუშვა და Microsoft-ის შესაბამისმა მომხმარებლებმა მოუწიათ რეალურად გაითიშა მათი, ანუ ამ პროგრამული აპდეიტის განახლების გამო რეალურად გაითიშა Microsoft-ის მიერ მომსახურება და გაჩერდა ძალიან ბევრი რაღაცა. აქ იყო ავიახაზებიც ჩართული, არ ვიცი, სხვადასხვა სატრანსპორტო მომწოდებლები, ძალიან ბევრი ინდუსტრია დაზარალდა. არა კიბერინციდენტის, არამედ მომწოდებლის ხარვეზის გამო. ანუ ესეც კი შედის დღევანდელ სადაზღვევო პროდუქტში, ამას ქვია ყვარი საქმიანობის შეფერხება. ეს არის სწორად რო თქვა, სხვაზე vendor services მომწოდებელზე დამოკიდებული საქმიანობის შეფერხება. და დაახლოებით 5-დან 10 მილიარდ დოლარის ზარალი გამოიწვია სხვადასხვა ინდუსტრიაში, სხვადასხვა ჯამურად აი ამ ინციდენტმა და დაზღვეული ალბათ იყო მაქსიმუმ 1.5 მილიარდ ამ შემთხვევაში. ანუ სადაზღვევო ლიმიტებზე რო საუბრობ და ადეკვატურ დაფარვაზე, ჯერ მსოფლიო მასშტაბით ადეკვატური დაფარვა ამისთვის არ არსებობს. თუმცა რა თქმა უნდა რეალურად ჯობია რაღაცა მაინც კონდეს, ვიდრე სულ არ კონდეს ამ შემთხვევაში. აი მე ვთქვი რომ საქართველოში ინტერესი დიდი არ არის, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე მომართვა რამდენიმე კომპანიისგან, ზოგჯერ ვიღებთ ხოლმე მომართვას, თუმცა წლების წინ იყო ესეთი, ანუ გადაზღვევის პოვნა იყო რთული, ძირითადად იმიტომ რომ არ იყვნენ დაინტერესებული, ჩართულიყვნენ ამ საქმეში. დღეს შეიცვალა თუ არა გადაზღვევის ბაზარზე სურათი ამ მიმართულებით? კი, დღეს შეიცვალა, ეხლა არის მომენტუმი, ვისაც საინტერესოს კიბერდაზღვევა, ჯობია რომ ახლა ჩაერთოს ამაში. ზოგადად სადაზღვევო ბაზარს და მათ შორის საერთაშორისო გადაზღვევის ბაზარს ცვალებადობა ახასიათებს, საკმაოდ მერყევია, ციკლურად მუშაობს. არის ეგრეთ წოდებული hard market-ები, რასაც ვეძახით, ადრესაც გამყარებულია ბაზარი, ეს ნიშნავს, რომ ანუ ამ შემთხვევაში hard market-ი და soft market-ი ხო, soft market-ის დროს, როდესაც ძალიან ბევრი არის მიწოდება, ანუ მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა და ფასები იკლებს და ამის საპირისპირო არის hard market-ის შემთხვევაში, როდესაც ბევრად მეტი მოთხოვნა არის და მიწოდებას ვერ ახერხებდა, შესაბამისად ფასი იზრდება. ამ დაზღვევის ამ წუთში ესეთი კარგი მომენტუმი არის, როგორც თქვი, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრია მეტნაკლებად დაეწია კიბერდანაშაულს და უკვე სთავაზობს კლიენტებს ისეთ დაზღვევას, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოა, ანუ ვთქვით, რომ პასუხისგებლობის ნაწილსაც ფარავს თავად დაზღვეულის ზარალსაც და საქმიანობის შეფერხებას. ანუ ვთქვათ, ისო ბევრ დევიაციას ვაკეთებ, მაგრამ აი წარმოიდგინე კიბერინციდენტი არის და შენ
გარდა იმისა, რომ შენ რაღაცებს უნდა მიხედო, ვისი მონაცემით დაკარგე, იმას შეტყობინებები უნდა გაუგზავნო, მარეგულირებელს უნდა შეატყობინო, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს. შეიძლება სპეციალური call-ცენტრის შექმნა მოგიწიოს. აი ამის ყველაფრის ხარჯებს და ორგანიზებას, ხარჯებს პლუს ორგანიზებას იღებს დაზღვევა, ამაში გეხმარება დაზღვევა. შესაბამისად, უკვე აი ამ წუთისთვის არის სადაზღვევო პროდუქტი გარკვეულწილად ისეთ დონეზე, რომ კიბერდანაშაულის ძალიან ბევრ კომპონენტს ითვალისწინებს. იგივე რაც შენ თქვი, რაღაცა 1-4 წლის წინ სულ კლიენტთან მუშაობდით კიბერდაზღვევაზე და ერთ-ერთი დაფარვა არის social engineering-ი, ეს არის სოციალური ინჟინერია შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ, როდესაც მაგალითად კიბერთაღლითობა არის, მოდის გარკვეული იმპერსონირებული მეილი, გეუბნება რომ მე ვარ თქვათ ამა და ამ ბანკისგან დააჭირე მაგას და ამ შემთხვევაში შემოდის შენ სისტემაში, ავრცელებს ან იღებს შენს მონაცემს და ასე შემდეგ. შესაბამისად 1-4 წლის წინ აი ამ social engineering-ის ჩართვა დაზღვევაში პრობლემური იყო. ანუ პირობითად ესე პირდაპირ არ გაძლევდნენ ამის საშუალებას სადაზღვევო კომპანიები. ძალიან ბევრი უნდა გეხვეწა, რომ ეს დაფარვა დაემატებინათ. დღესდღეობით ბევრად უფრო მარტივად, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა იმდენად გაჩნდა კიბერდანაშაულთან ზრდასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიაც მიყვა რაღაცნაირად ამ მოთხოვნას და ჯერჯერობით ამ დაფარვას გვაძლევს. ხო და ამ წუთისთვის საერთაშორისო გადაზღვევის საერთაშორისო გადაზღვის ბაზრისგან დაინტერესებულობა არსებობს, მზად არიან ქართული სადაზღვევო რისკები განიხილონ. აქ ისევ შეიძლება დაუბრუნდე შენ კითხვას, რატომ არ ყიდულობენ და შეიძლება სადაზღვევო კომპანიები ხომ არ ვაწვდით ცუდად ამ პროდუქტს, ან ვერ ვუხსნით, ხო, ამ კითხვას რო დაუბრუნდე, რეალურად კიბერდაზღვევა არის გლობალური მახასიათებლების სადაზღვევო პროდუქტი. ეს არ არის ქართული სადაზღვევო პროდუქტი. ჩვენ არ აქვს მონაცემი ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას საქართველოში, არ აქვს ის მონაცემი, რომ დაჯდეს, დაითვალოს, განფასება გააკეთოს და შესაბამისი კიბერუსაფრთხოების ინციდენტის რეაგირების ჯგუფიც დააწიოს თავის პროდუქტს. Underwriting-იც და მომსახურებაც ინციდენტის დროს. თქვათ ლოიჩი ხო, ანუ მეკაში, სადაზღვევო მეკაში რო ზის რომელიღაცა კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოდან იღებს ამ რისკებს, მათ შესაძლებლობა აქვთ დაამუშავონ ეს მონაცემი, სწორი underwriting-ი გააკეთონ, ყველასთვის, ანუ მას პროდუქტი უკვე არსებობს, ყველასთვის ხელმისაწვდომიც ხელი ხაზი გააკეთოს და შესაბამისად უღირდეს ამ პროდუქტის მართვა. ანუ კიბერდაზღვევა დღესდღეობით არ არის ქართული სადაზღვევო პროდუქტი. როგორც შეიძლება დღეს ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია რო ავიღო GPI, IRA, და KTPC დაზღვევა, თავიანთი ავტომობილის დაზღვევის პროდუქტი აქვთ, იმიტომ რომ აქ არის ეს ავტომობილი, თვითონ მართავენ, თვითონ აზღვევენ, თვითონ იციან მახასიათებლები ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის, ესე არ არის კიბერ დაზღვევაში, ამიტომ უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო პრაქტიკას და ნებისმიერი კიბერდაზღვევის პოლისი, რომელსაც გაყიდის სადაზღვევო კომპანია საქართველოში, უნდა იყოს შესაბამისობაში და გადაზღვეული იყოს საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, აი ესეც არის, შეიძლება კლიენტებს არ ესმით, რატომ ვერ მაწვდი ისე, როგორც მე ვარ მიჩვეული ქართულ სადაზღვევო პროდუქტს, არ მოგაწვდი, ვერ მოგაწვდი და არც უნდა მოგაწოდო, იმიტომ რომ რეალურად კიბერდანაშაულს არ ჭირდება, არ არის ადგილზე მიბმული დანაშაული. რეალურად ეს არის გლობალური პრაქტიკა, ის კიბერდანაშაული, რომელიც დღეს ან რუსეთში, ან ამერიკაში ზის, შემოდის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მყოფ დაზღვეულთან, ამიტომ სისტემაში შესაბამისად ადგილობრივი მახასიათებლების პროდუქტი კიბერდაზღვევა არ არის და ამის გაზრებაც ალბათ სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს და არ ვიცი, ალბათ რაღაცა შესაძლებელია ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ ეს ავუხსნათ. შეიძლება. აი, აქ გკითხავ, resolution insurance brokers რას თავაზობს ამ მიმართულებით მომხმარებელს?
აქ ალბათ ერთი ორი სიტყვით გავაცნობ ჩვენ კომპანიას შენს მსმენელს. არ ვიცი ახლა ვინც დაზღვევის სფეროდან მსმენელი იქნება ალბათ გვიცნობს. ვინც არა ჩვენ ვართ საშუალო საბროკერო კომპანია. მუშაობთ როგორც პირდაპირ დაზღვევაზე, ასე გადაზღვევაზე, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ დაზღვევისთვის მე თვითონ ვესაუბრები კლიენტს, მე თვითონ ვუწევ მას რეკომენდაციას და ვეძებ მისთვის შესაბამის სადაზღვევო პროდუქტს და ვეხმარები და ბოლომდე მივყვები მთელ მის სადაზღვევო ადმინისტრაციაში და მეორე ნაწილი არის გადაზღვევა, როდესაც ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიას ვეხმარებით შესაბამისი გადაზღვევის მოძიებაში და ამაში გვეხმარება ჩვენი გამოცდილება. ანუ ჩვენი კომპანიის 2011 წელს დავფუძდით საქართველოში. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი არის ჯონატან სტარკი. წელს შეუსრულდება 50 წელი სადაზღვევო ინდუსტრიაში ფუნქციონირების. ლოიდსში დაიწყო თავისი კარიერა საზღვაო დაზღვევაში. მეც უკვე 25 წელია ვმუშაობ სადაზღვევო ბაზარზე, 26 წელი დაიწყო. მუშაობდი როგორც ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებში, ასევე რო ახსენე AIG, ამერიკული დიდი საერთაშორისო კომპანია, გაიხსნა საქართველოში 2005 წელს და 9 წელი ვიმუშავე ჩემს საყვარელ კოლეგასთან ნიკა ქიტიაშვილთან ერთად. მას ასევე დღესდღეობით სადაზღვევო საბროკერო კომპანია აქვს. ამიტომ გამოცდილება, ურთიერთობები, კავშირები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვემსახუროთ როგორც კლიენტებს, ასე სადაზღვევო კომპანიებს. დღეს კიბერდაზღვევასთან დაკავშირებით და გადაზღვევასთან დაკავშირებით გვყავს რამოდენიმე ძალიან მონდომებული საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც მზად არიან, რომ გამოყვნენ, ესაუბრონ კლიენტებს, შეგვიძლია თქვათ მოვაწყოთ საგანმანათლებლო პროექტები, ტრეინინგები, ავუხსნათ, რატო არის საჭირო კიბერდაზღვევის შეძენა და მხოლოდ ეს, მხოლოდ არ უნდა აუხსნა, შესაბამისად მერე დაფარვაც უნდა ვუშოვოთ, ხო, შესაბამისი სადაზღვევო დაფარვა და აი დღესდღეობით, როგორც თქვი, მზაობა არის, პარტნიორები გვყავს და სიამოვნებით ვიმუშავებდით ერთად, ვთქვათ, ასეთ პროექტებზე. დიდი მადლობა ია, ეხლა შენს თავზე რო ყვებოდი, მე მომინდა რომ მეთქვა, როცა პირველად შევხვდით, როცა გაგიცანი პირადად, მანამდე მიმოწერა ძალიან დიდი ხანი გქონდა, მაგრამ პირადად როცა შევხვდით და გისმენდი როგორ საუბრობდი, მე ვფიქრობდი, რომ ანიშე როდის იქნები ესეთი თავდაჯერებული და მცოდნე, როდის გახდები ესეთი ჩემი დამკვიდრებული. არ მე მგონი არ გაკლი. იმის მერე გავიდა ბევრი წელი, მაგრამ მაინც მე შენ მიმართ დამოკიდებულება პირველი შეხვედრის მერე ესეთი მქონდა და დიდი მადლობა. არ ვიცოდი ესეთ შთაბეჭდილებას თუ ტოვებდი ადამიანებზე, მაგრამ დიდი მადლობა. კარგი, ჩვენს კიბერდაზღვევას რო დავუბრუნდეთ, აი მინდა ერთი კითხვა, ეს ტექნოლოგია განვითარებასთან, ამ დანაშაულის განვითარებაზე ვისაუბრეთ და აი ხელოვნური ინტელექტიც გამოჩნდა და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებსაც დაეხმარება, უფრო დიდი სტრატეგიები დაგეგმონ და უფრო რთული ამოსახსნელი შეტევები შემოგთავაზონ. გვთავაზობენ უკვე. ხო, გვთავაზობენ უკვე. აი შეიძლება ეს შეეხოს და ჩვენ თქვით, რომ კომპანიებსები უნდა იყვნენ დაცულები ამ მიმართულებით. აი ფიზიკურ პირებს თუ შესთავაზებს, შემოგთავაზებს ჩვენ დაზღვევა რამეს, რომ აი მე ფიზიკური პირი კიბერშეტევისგან დაცული ვიყო პოლისი და აი როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ვყიდულობ, ესე ვიყიდო კიბერ დაზღვევის პოლისი ჩემთვის ინდივიდუალურად. მე მგონია რომ აუცილებლად მოვა მაგის დრო და კიბერდაზღვევის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იქნება ისევე როგორც ავტოდაზღვევა და ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლის გარეშეც მე დღეს წარმოუდგენელია ჩემთვის არსებობა, ან ერთის ან მეორეს გარეშე, შესაბამისად მგონია რომ ეს დროც მოვა. მოიტანს აუცილებლად თუნდაც AI-ის განვითარება. ბოლო ტრენდებს რო ვუსმენდი, ძალიან დაიხვეწა AI-ის, ანუ AI
საქვს როგორც დადებითი მხარეები, ასევე ნეგატიური მხარეები და აქ როგორ გავყვებით კეთილბოროტის ჭიდილში ერთმანეთთან ამას დრო გვანახებს. მე წინასწარ მიჭირს ამის განსაზღვრა, მაგრამ ის რომ AI-ით კიბერდანაშაული უფრო დაიხვეწა და უფრო გაიზარდა თუნდაც იმპერსონიფიკაციის კომპონენტში, მაგალითად რამოდენიმე კიბერშეტევის კიბერდანაშაულის, ასე ვთქვათ, ტრენდი არის, როდესაც AI-ის დახმარებით თანამშრომელს ვიდეო კოლით ურეკავს თავისი უფროსი, მაგალითად და ესაუბრება და ეუბნება, რომ აი სწრაფად ეს ინვოისი უნდა გადავრიცხოთ სადღაც. ეს თანამშრომელი გააკეთებს ამ გადარიცხვას და აღმოჩნდება, რომ ეს გადარიცხვა არის, ანუ სულაც არ იყოს, ანუ იმპერსონიფიცირებული იყო ეს ვიდეო კოლი და არა უშუალოდ შენი უფროსისგან არ მოდიოდა. ანუ ასეთ ზარალებსაც ხედავთ ახლა. ფიშინგის იმეილებიც ბევრად დაიხვეწა, ანუ ადრე უფრო მარტივი იყო ესეთი human ფაქტორით და საღი აზრით რომ განგესაზღვრა რომ ეს იმეილი იყო არის და ეჭვი შეგპარვოდა დღეს ეს და ამიტომ ბევრი სპელინგ შეცდომები იყო ახლა შეიძლება იმეილი მოვიდეს უშუალოდ შენი თანამშრომლის ანუ შეღწევა გააკეთო სისტემაში შენი თანამშრომლის იმეილში და იქ რო ჩახედავ იმეილის მისამართს უკვე რაღაცა უცნაური იმეილი კი არ არის უშუალოდ შენი თანამშრომლის იმეილია და გააძლევს ინსტრუქციას იგივე რაღაცა ინვოისის გადარიცხვაზე. ამ ინვოისის გადარიცხვას ვახსენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არის. ერთ-ერთი გახმაურებული კიბერდანაშაულის შემთხვევა არის Lamborghini-ის მანქანის სისტემაში შევიდნენ გამყიდველთან Lamborghini-ის მანქანის და შესაბამისად მისამართი მიუთითეს იქ კი არა ვისთანაც უნდა გაეგზავნათ ეს მანქანა, არამედ უკვე კიბერდანაშავის და ესეთი მარტივი ხერხით ხო, ანუ უშუალოდ ფიზიკური რობერი აქ უკვე საჭირო აღარ არის. ანუ ასეთი დაიხვეწა რეალურად კიბერდანაშაულიც და თუმცა ამასთანავე AI-ის თავისი დადებითი ფუნქციებიც აქვს, underwriting-ში უფრო გეხმარება, სკალირებაში, სკრინინგში და ასე შემდეგ, რასაც underwriter-ები ალბათ გამოიყენებენ და ეს მუდმივი, ასე ვთქვათ, კატათაგობანას თამაში არის კიბერდანაშაულსა და მეორე მხარეს შორის, მათ შორის სადაზღვევო ინდუსტრიას შორის და საბოლოოდ სადამდე მივალთ არ ვიცი მიჭირს თქმა, იმიტომ რომ ბოლო 20 წელიწადი იმდენად დიდი ცვლილებებია ჩვენს ცხოვრებაში, ინტერნეტთან და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, ახლა შემდეგ აწლეულში რა იქნება, დეკადობრივად იცვლებოდა. აი ჩვენ ახლა სულ კიბერპროდუქციაზე რო ვილაპარაკეთ, რეალურად 2 დეკადაზე ვილაპარაკეთ და აი მესამე მეოთხე დეკადაში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მზაობა არის, რომ კიბერდაზღვევა შეიძინოთ, სადაზღვევო კომპანიებმა შესაბამისი გადაზღვევა იშოვონ, შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს. მე რო ვიყო ბიზნესი მოწყვლადი მით უმეტეს, კარგი, ოკეი, პატარა ბიზნესებზე იგივე ეკონომიკური მდგომარეობიდან და ეკონომიკური მდგრადობიდან გამომდინარე მესმის, რომ ძალიან უჭირთ ამის, იმიტომ რომ ძალიან იაფიც არ ღირს ეს დაზღვევა. თუმცა არც ისე ძვირი რომ ვთქვათ, აი დიდი ბიზნესები ვერ შეწყვნენ. მე აუცილებლად შევიძენდი რომ ვიყო მოწყვლადი ბიზნესი და გაუცილებლად დღესვე ჩავრთავდი ჩემს ხარჯვით ნაწილში ამ კომპონენტს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ ამის კეთება. გამორიცხულია კიბერდანაშაულს ებრძოლო ისე. რეალურად როდესაც ინციდენტი ხდება იმდენად დიდ თანხებზე გავდივართ უკვე ჩვენ რო GDPR-ი ვახსენეთ და GDPR-ი ქართველი კლიენტები ამბობენ რომ GDPR-ი მე არ მეხება, მაგრამ საქართველოში არსებულ ბანკში თუ დაიკარგა მონაცემი ევროკავშირის რეზიდენტი ადამიანის, იმას უკვე შეუძლია უჩივლოს მას სასამართლოში და ჯარიმები ბევრად უფრო დიდია. ბრუნვის 4%-დან დაწყებული 20 მილიონამდე შეიძლება ავიდეს ერთ-ერთი კიბერ
შეტევა მახსენდება სლოვენიაში სამედიცინო კლინიკა იყო, პლასტიკური ქირურგიის კლინიკა იყო. 5 მილიონი მოთხოვეს გამოძალვაში, რომელიც არ გადაიხადა და შემდგომ 20 მილიონის ჯარიმა დაეკისრა მონაცემთა გაჟონვასთან დაკავშირებით და მოუწია დახურვა და საქმიანობის შეჩერება. ანუ ესეთი მაგალითებიც არის, ანუ კიბერშეტევა რომ ხდება, კარგია რომ არ მოხდეს, მაგრამ რომ ხდება, აქ უკვე რაღაც ძალიან დიდ თანხებზე შესაძლოა იყოს ლაპარაკი და შესაბამისად მგონია რომ ადრე თუ გვიან სექტორი სადაზღვევოც და შესაბამისად მეორე მხარეც კლიენტური სექტორიც მივა იმ დასკვნამდე რომ როგორც ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა უნდა ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ჯერ ყველას არ აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის კიდე აქამდეც მივალთ რომ კიბერდაზღვევას მივაწვდით შესაბამისად ინფორმაციასაც მივაწვდით კლიენტებს და შესაძლებლობასაც მივცემთ რომ დაცულები იყვნენ ესეთი კრიზისის დროს. ჩვენი ერთ-ერთი წინა სტუმარი ანდერაიტერი ამბობდა რომ დაზღვევა, ანუ რისკის არ უნდა გქონდეს სისტემატიური ხასიათი. თუ სისტემატიური ხდება და მაგალითად მოიყვანა მაშინ კოვიდი და ინფექციური დაავადებები, რომელიც მასშტაბურია, მთელს მსოფლიოს ეხება, მაშინ დაზღვევადი არ არის ის რისკი და შეიძლება ჩვენ რაღაც წლების მერე მივიდეთ იქამდე, რომ იმდენად სისტემატიური გახდეს კიბერ რისკებიც, რომ დაზღვევამ step out-ი გააკეთა, დაიხიოს უკან და არ დააზღვიოს. შეიძლება მივიდეთ აქამდე, ამიტომ ეხლა დღეს კარგი დროა და აუცილებლად შეიძლება მივიდეთ, თუმცა ეჭვმეპარება, თუმცა რაღაცა პერიოდი, აი რომ ვთქვათ 1-3 წლის წინ მარტო საქართველოს არ ეხება და თუნდაც იგივე პანდემიის დროს კიბერდაზღვევასთან დაკავშირებით იმდენად ბევრი გაუგებრობა იყო, რომ ძნელად იყიდიდი ამ პოლის, თუმცა ვისაც დაზღვეული ქონდა უკვე და ნაღირი ქონდა კიბერდაზღვევის პოლისთვის იმათვის განახლება ამ პოლისის ბევრად უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ მათი კონკრეტული სტატისტიკა არსებობდა, ვიდრე ახალი პოლისის ყიდვა. ანუ ესეც კარგი მაგალითია, რომ დროულად უნდა იფიქრო შენი რისკის მართვაზე, რისკის გადაცემაზე, სწორი რისკის მართვის სტრატეგიაზე და ასე შემდეგ. აქ ასე ვფიქრობ, რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტების და კიბერუსაფრთხოების კომპანიების ჩართვა და მათი აქტიურობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დაზღვევა შესაბამისად შენი უსაფრთხოების დონის აწევა რეალურად გაძლევს იმ გარანტიას, რომ ის კიბერდანაშაული შენ ნაკლებად შეგეხება, ნაკლებად დაგაზიანებს, ვიდრე შეიძლება შეეხოს შენ მეზობელს, რომელსაც არც ერთი აქვს და არც მეორე, ვთქვათ. თუნდაც პერსონალურ საიბერზე რო ვილაპარაკოთ, პერსონალურ კიბერდაზღვევაზე, ესეც უკვე დღესდღეობით მსოფლიოში არის ეს პროდუქტიც. კონკრეტულად შენი პირადი დაცვაც, ხო, ანუ პაროლები რო სწორად გქონდეს, შერჩეული ძაღლის სახელი არ გქონდეს და შენი დაბადების წელი პაროლზე. ანუ ის რისკის ფაქტორები, რომლებიც შენ თვითონ უნდა გაითვალისწინო, რომ ცვალო პაროლი, მრავალფაქტორიანი იდენტიფიკაცია გქონდეს, ანუ თქვათ მე თუ შევედი სხვა სისტემიდან ტელეფონზეც მომივიდე შეტყობინება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გათვალისწინებული გქონდეს, იმიტომ რომ ის კიბერდამნაშავე, რომელიც მოდის და შენთან ამას აწყდება, 2 კარი არის, 3 კარი არის, ვიფიქრებს, რომ ეხლა რატო შევიწუხო თავი, როცა გვერდით არის ადამიანი, რომელსაც ერთი ხის კარი უდგას და მოდი მე ჯობია იქ შევალ და ამაზე დროს არ დავკარგავ. ანუ ესეც კონკრეტული რაღაცა სამუშაო აქვს ყველას ჩასატარებელი იმისთვის, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი და ნაკლებად დამაზიანებელი იყოს ის შეტევა, კიბერშეტევა, ახლა შეიძლება პერსონალურ საიბერზე რო ლაპარაკობთ, შეტევა ცოტა ისე ჟღერდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ამ შემთხვევაში ზიანის მომტანი მაინც არის. დიდი მადლობა. ია, ჩემი აზრით ძალიან ნათლად დავანახეთ ახლა ეს გამოწვევა. ძალიან დიდი თემა არის, ძალიან ბევრი საკითხი არის, არ ვიცი რამდენად ყველაფერს შევეხე, იმიტომ რომ როგორც თქვი, სადაზღვევო პროდუქტი დღესდღეობით საკმაოდ ფართე არის. აი სოციალური ინჟინერიაზეც ვილაპარაკეთ და ფიშინგ იმეილებზე და კიდე
business compromise emails არის, როდესაც ამასაც შევეხე, როდესაც აი თქვა კონკრეტულად დღესდღეობით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რაც არ უნდა დახვეწილი იყოს AI და AI ცდილობს AI-ს მეშვეობით კიბერდამნაშავე ცდილობს შენ სისტემაში შეღწევას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი სისტემაში შემოსვლის მაინც არის ადამიანური ფაქტორი, როდესაც თანამშრომელი აჭერს იმ ღილაკს, ან ენდობა იმ იმეილის ინსტრუქციას, რომელსაც არ უნდა ენდოს. მაგრამ ყოფილა ასევე შემთხვევები, როდესაც იგივე ადამიანური ფაქტორიდან და რაღაცა საღი აზრიდან გამომდინარე იმ პერსონიფიცირებულ ვიდეო ზარზე დაფიქრებულა თანამშრომელი და უკითხავს რაღაცა პერსონალური კითხვა იმ კიბერდამნაშავისთვის, რომელზეც პასუხი ვერ გაუცია. ანუ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ადამიანური ფაქტორი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და ჯობია რომ ეს ადამიანური ფაქტორი სწორი მიმართულებით მივმართოთ და გამოვიყენოთ. კი. ხიზლოთ ვიყოთ. დიდი მადლობა ია და გავხსენით ფართოდ სასაუბრო თემა, მინიმუმ ეს გავაკეთეთ, მაქსიმუმ მე მგონია რომ კარგი მაგალითებით დავანახეთ ხალხს, რომ საჭიროება დავანახეთ, რამხელა გამოწვევაა წინ და ამ გამოწვევის რაღაცნაირად მოსაგვარებლად ხერხი შევთავაზეთ და დიდი მადლობა ამისთვის. მგონია რომ ყოველ შემთხვევაში რაღაცა იდეა როგორ შეიძლება კიბერდანაშაული შეგეხოს შენ პირადად და შენ საქმიანობას აღწერეთ და დანარჩენი უკვე შეგვიძლია ვისაც რას დაინტერესებს შეგვიძლია კიდევ ერთი თემა გავაკეთოთ თუ საჭიროება იქნება. აუცილებლად დიდი მადლობა ია. მადლობა. დიდი მადლობა. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა პოდკასტ არიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის. მომავალ შეხვედრამდე.